ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე-ვენიძიშვილის განმარტებით, დასკვნით ფაზაშია თაყაიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები. პროექტი რეგიონული ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2.200.000 ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარეობს თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, უკვე დღეის მდგომარეობით ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, პირველი ფენა ეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ყველა კომუნიკაციის მიწისქვეშ ჩატანა, რაც უკვე შენიშნეთ. სრულად შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, 550 მეტრამდე ასფალტის საფარი ეწყობა თავისი ტროტუარებით და გამწვანების სივრცეებით. ასე რომ ბოლო ჯამში კარგი პროექტი გამოვიდა. ანალოგიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ამ სამუშაოებს ასრულებს იმედი დიდუბე კომპანია და ანალოგიურად იგივე კომპანია ასრულებს სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაციას, სადაც ანალოგიურად მიმდინარეობს ეს პროექტი, ანუ კომუნიკაციების დაბლა ჩატანა მაქვს მხედველობაში, ტროტუარები, გამწვანების სივრცეები და ასე შემდეგ. საშვილიშვილო საქმე კეთდება. არა მარტო ჩვენ საერთოდ გურჯაანში რეაბილიტაციები მიმდინარეობს ქუჩებისა და მოხარული რომ ბოლოს და ბოლოს ამ ძველ ქუჩას ეღირსა კაპიტალური ხარისხიანი რეაბილიტაცია. კომუნიკაციები შესანიშნავად არის დალაგებული გაყვანილი და ასევე ახლა გზის საფარის ასფალტის დაგება მიმდინარეობს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება.